მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო და კარგებო, ისის თვარის არხზე. დღეს ჩვენ გვაქვს ტაროს საჯარო გაშლა ძალიან მნიშვნელოვან თემაზე და გავიგებთ პაუზა თუ დასასრული. დღეს გავაკეთებთ პიროვნების გამოძახებას. ეს გაშლა ზუსტად იმ კითხვაზეა, რომელიც ყველაზე მეტად ასე ვთქვათ, გტკივათ მაშინ, როდესაც ადამიანი გაქრება, დუბილი არის გრძელვადი და აღარ იცით ხო, ეს დროებითი პაუზა არის, შიდა გაჩერება, ისევ დაბრუნდება კონტაქტზე პიროვნება თუ საბოლოო დასასრულისკენ მიდის ეს ყველაფერი თქვენს შორის რაც იყო. აი ამ დიაგნოსტიკაში ჩვენ მკაფიოდ შევხედავთ რაც რომ რადგან დუმილის უკან აქვს თუ არა ამ ურთიერთობას დაბრუნების რეალური პოტენციალი, არის თუ არა მესამე ფაქტორები, ბლოკები, გარეგავლენა ან манипуляცია და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ხო აქ რას ნიშნავს პიროვნების გამოძახება თავად ამ გაშლაში და როგორ იკითხება ის ხო? ანუ ეს არ არის კავშირი, ეს არის კავშირის არხის ბუნებრივი გააქტიურება თუ არა ჯანსაღი მიბმა და ემოციური გაჭედვა, ხო? აი, აქვე მკაფიოდ ვამბობ, ხო, პიროვნების გამოძახება ამ კონტექსტში არ არის ვინმესნების გატეხვა, ან ძალადობრივი ზემოქმედება. ეს არის ენერგეტიკული დიაგნოსტიკა, სადაც ტარო გვაჩვენებს არსებობს თუ არა თქვენ ორ შორის კავშირის არხი, შეუძლია თუ არა ამ არხს კონტაქტის დაბრუნება და რა პირობებში შეიძლება მოხდეს ეგ. იმედი მაქვს, რომ სწორად გამიგეთ, რა არის პიროვნების გამოძახება და არანაირად არ იფიქრებთ, რომ ეს არის მაგიური ზეგავლენა ტაროს გაშლის დროს. ტაროთი, ასე ვთქვათ, მაგიებს არავინ არ აკეთებს ჩემო ძვირფასებო. აქ მინდა გაგახსენოთ და გითხრათ, რომ არსებობს ყალბითაღლითური პროფილი, რომელიც იპარავს ჩემს ვიდეოებს და საკუთარ მასალათას აღებს. ეს პროფილი არის ლუნე ისისი და ახლა ამ ვიდეოს ყურებისას ძალიან გთხოვთ დახედეთ გვერდს, სადაც თქვენ ხართ შესული. თუ აწერია ლუნე ისისი, ეს არის ყალბი გვერდი და თქვენ არასწორ გვერდზე იმყოფებით. თუ გვერდს აწერია მუნბაი ისის, ანუ ისისის მთვარე, მაშინ თქვენ სწორად იმყოფებით იმ გვერდზე, რომელიც არის ჩემი ოფიციალური გვერდი. ლუნე ისისი არის თაღლითური გვერდი და გთხოვთ დაარეპორტოთ ლუნე ისისი. ენდეთ ხოლმე ჩემს ოფიციალურ სივრცეს, რომელსაც ქვია მთვარე, ისისის მთვარე. ისისის მთვარე, ინგლისურად moon by ისისი. გთხოვთ ასევე სანამ დავწყებ გაშლას რომ დაალაიქოთ ვიდეო და თუ ჯერ არ ხართ ჩემი გამომწერი, გამოიწოდოთ ჩემი არხი, რომ შემდეგში საჯარო გაშლები და დიაგნოსტიკები, რომელსაც მე ავტვირთავ ჩემს ოფიციალურ არხზე, ისისის მთვარეზე, რა ვიცი, არ გამოგჩეთ ისინი. ახლა კი გადავიდეთ უშუალოდ გაშლაზე და ვნახოთ, ეს დუმილი პაუზაა თუ დასასრული. და რაც აჩვენებს ტარო პიროვნების გამოძახების, ასე ვთქვათ, რეალურ ენერგიებზე დაყრდნობით თქვენ სიტუაციაში. ანუ პიროვნების გამოძახებით, რათა ის გველაპარაკოს ტაროს ენით, მისი რეალური დამოკიდებულება თქვენთან ურთიერთობაზე მოყვეს ჩემო ძვირფასებო. ჩაიფიქრეთ პიროვნება, კონცენტრირეთ საკუთარ თავზე და დავიწყეთ. დავცხოთ. აბა. პაუზა თუ დასასრული. მოვიდეს და გაგველაპარაკოთ თქვენს მიერ ჩაფიქრებული პიროვნება. აბა ვნახოთ. მოვა? აბასა წავა. ოხ. მგონი ესე ჩანს ხო რეალურად. შეხედეთ რა ხდება ფონზე მდგომი ცხრიანი პენტაკლები ამ გაშლას თავიდანვე აძლევს მთავარ პასუხს და გვეუბნება ჩვენ რომ ეს ისტორია დგას არა მხოლოდ სიყვარულზე, არამედ ღირებულებაზე, თვითშეფასებაზე და დამოუკიდებლობაზე. ხო, აქ საუბარია ისეთ ურთიერთობაზე, სადაც ერთ მხარეს, ხშირად უფრო თქვენი მხარეა, ვინც უყურებთ ამ გაშლას, უკვე აქვს საკუთარი სივრცე, საკუთარი ღირსება, საკუთარი, ასე ვთქვათ, გამოცდილება, მყარად ფეხზე დგომის, ხო, მარტო თუნდაც, ხო, ცხენ პენტაკლები აჩვენებს და ახასიათებს ისეთ ადამიანს, რომელიც გარედან შეიძლება კარგადაც გამოიყურებოდეს, მაგრამ შინაგანად მაინც აქვს კითხვები, ხო? რატომ არ მიდის მასთან პიროვნება? რატომ არ პასუხობენ მას, ხო? და ამიტომ ეს გაშლა თავიდანვე გვეუბნება რასო, თქვენ არ ხართ მთხოვნელის პოზიციაში, თქვენ ხართ ღირებულების პოზიციაში და ეს არის პირველი ფონი, რომელზეც უნდა, ასე ვთქვათ, დავეყრდნოთ შემდეგი ბარათების წაკითხვასაც და მათ შორის პიროვნების გამოძახების ენერგიასაც. თუ გამოძახება განხორციელდება და რეალურად განხორციელდება ჩემო ძვირფასებო, ის არ უნდა იყოს თვითღირებულების დანგრევით ან საკუთარი თავის დაკნინებით. ეს ჩემგან თქვენ რჩება, იმიტომ რომ რასაც ახლოთ მე გავარჩევ,
აი ამ პოზიციაში, აი ამ მდგომარეობაში ძალიან გთხოვთ, იყავით და ასე ვთქვათ, თავაწეულებმა მომისმინეთ მე. პირველი ბარათით იწყება ჩვენი სიუჟეტი, ეს არის ორიანი პენტაკლები და პირდაპირ ამბობს ორიანი პენტაკლები, რომ ეს კავშირი ახლა არის ტალღური, მერყევი და ესე ვთქვათ, რაღაცა რეჟიმზე დამოკიდებული, აიწონა დაიწონა ჟონგლიორი მდგომარეობა, სადაც არის და აქ არის ერთი არა, აქ რამდენიმე ხაზი, ანუ აი არ არის ერთი სწორი სტაბილური ხაზის განვითარების ურთიერთობა. ხვდებით, აქ არის გამოჩენა გაქრობა. ეს დღესაც ახვალ სხვანაირად და ხშირად ამის უკან დგას ან გარე ფაქტორები, ნახეთ რა შეიძლება იყოს გრაფიკი, პასუხისგებლობა, სხვა საქმე, ან შინაგანი ორჭოფი, ხო? ადამიანს თითქოს ასე ვთქვათ, ადამიანი ინარჩუნებს თითქოს კავშირს, მაგრამ ბოლომდე არ აფიქსირებს საკუთარ თავს აი ამ კავშირში. ეს ორიანი პენტაკლები ასევე შეიძლება მიგვითითდეს ორ პარალელურ გავლენაზე. ორი არჩევანი, ორი რეალობა, ორი ცხოვრება, ორი ემოციური მიმართულება, რის გამოც კონტაქტი ვერ დგას ერთ წერტილზე და სტაბილურობას. და ამიტომ პირველივე ასე ვთქვათ, ნაბიჯში ჩანს, რომ ეს სიჩუმე შემთხვევითი არ არის და აქ არის გადაუწყვეტელობა სიტუაციის და ბალანსირების, ასე ვთქვათ, მცდელობა, ხო? რომ აი სიტუაციას, რომელსაც პიროვნება ცდილობს დააბალანსოს, იმიტომ რომ ვერ აურჩევია, რომ კონკრეტულად რა აირჩიოს, ვინ აირჩიოს, როგორ აირჩიოს და საითკენ წავიდეს. და სწორედ აი ამ მერყევ მდგომარეობაში პირდაპირ მოყვება ეს ხუთიანი ხმლები. ეს ბარათი არის ის ბარათი, რომელიც აი ამ გაშლაში ყველაზე მკაცრად გვეუბნება რატომ. აი კითხვა რატომ, ხო? ხუთიანი ხმლები არის შიდა ბრძოლები, ეჭვები, ძალაუფლების თამაშები, თავის დაცვის ასე ვთქვათ, მტრული ტაქტიკა სხვათა შორის არავითარი, აი თავის დაცვის ტაქტიკას ხო გააჩნია როგორია, ხო? ეს მტრულად იცავს საკუთარ თავს. და არასანდო კომუნიკაციებიც აქვე შედის. ხო, ამ ბარათში ხშირად იკითხება, ადამიანი არ მოდის იმიტომ, რომ ან ეშინია დამარცხების, უარყოფის, რომ თქვენთან თვალში დამარცხებული იქნება, ან უარყოფილი იქნება, ან არ უნდა რომ თქვენთან დიალოგში სუსტი გამოჩნდეს, ხო? ან უბრალოდ მისთვის ეს კომუნიკაცია იქცა ბრძოლად, ვინ გაიმარჯვებს, ვინ ვის მისწერს პირველი, ვინ დაიხევს უკან და ასე შემდეგ. აი ხუთიანი ხმლებია ასევე გვაჩვენებს წყენას და იმას, რომ ამ კავშირში შეიძლება იდოს უსამართლო სიტყვიდან გამომდინარე, გამოწვეული კონფლიქტების, შეურაცხყოფების გამო წამოსული ისეთი მდგომარეობები, როდესაც სამაგეროს გადახდა გვინდა, ხო, როცა ორივე მხარე თითქოს იცავთ საკუთარ ეგოს, ხო, და ამიტომ დუმილის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის რა? მას არ უნდა ეს საუბარი თვითონ წამოიწყოს, რომ არ ჩაერთოს კონფლიქტში, ან პასუხისგებლობის ზონაში არ შემოიჭრას, არ უნდა რომ ესა იყოს თავის თავზე პასუხისგებლობა და ამით თითქოს იცავს საკუთარ თავს, მაგრამ რეალურად ურთიერთობას ასე ვთქვათ, აფუჭებს, აზიანებს ეს პიროვნება, ხო? აი ესეთი თავისი დამოკიდებულების და შიშების და ასე ვთქვათ, უსუსურობის და გამო. უკაცრავად სიტყვისთვის. შემდეგ ხედავთ კვერთხების დედოფალს და არის ძალიან მნიშვნელოვანი კითხვა დგება, ეს ბარათი ვის აღწერს, ხო? ამ გაშლაში ყველაზე ხშირად თქვენი ენერგია როგორია, ანუ კვერთხების დედოფლიდან გამომდინარე, მაგნიტური, ძლიერი, თავდაჯერებული, მიმზიდველი, შენი პენტაკლები, ქალბატონებო, ბატონებო, არ ვიცი, აი, არ ვიცი რა ვქნა, ეს ქალებს ვშლი ბოდიშს მოგიხდით რა, ქალბატონებს ვფროშლი და არ მიწყინოთ ძალიან გთხოვთ, რა ვქნა ახლა. მამაკაცებს თუ უნდათ მაინც და მაინც რამე რო გაუშალონ ან თავის თავზე მოისმინან, ხო, პირადი გაშლები არსებობს შემოძვრიფასებად, ნუ რა გავაკეთო. საერთოდ ყოველას ვაძლევ რეკომენდაციას, რომ პირადი გაშლაში უფრო მოისმენ საკუთარი თემები. ასე ვთქვათ, ზოგადი გაშლები ძალიან სასარგებლოა, მაგრამ პირადი საერთო ჯამში უკეთესი და უკეთესია. ნუ აქ როგორია, ხო? ეს ქალი ადამიანი არის ისეთი, რომელმაც იცის რა უნდა ცხოვრებაში. ან ის, ესე ვთქვათ, მიგვითებს ძლიერ ცეცხლოვან ენერგიაზე, ქალზე, რომელიც ამ ისტორიის დინამიკაში შემოძვრიფასებო დგას როგორც ფაქტორი. ორიანი პენტაკლები და ეს ხუთიანი ხმლები ყლივს კვერთხების დედოფალი, აი ერთად ხშირად იძლევა რასურაც, რომ მისი დუმილის უკან არის თქვენთან მიმართებაში ძალაუფლების თამაში, ვინ ვის მოინატრება პირველი, ან გარეგავლენა ცეცხლოვანი, მძლავრი ქალური ენერგიის მხრიდან ადამიანი, ვინც მას ყურადღებას სთხოვს, ესე ვთქვათ, აკონტროლებს, ან უბრალოდ უქმნის დაძაბულ ფონსაც კი, ამიტომ მესამე ფაქტორი აქ სრულად არ გამოირიცხება შემოძვირფასებო, რომ ეს ქალი საერთოდაც არ იყო
გაიგოთ თქვენ და იყოს მესამე ფაქტორი აქვე აღნიშნავ. ანუ ვინ შეიძლება იყოს იმ შემთხვევაში თუ თქვენ არ ახართ ხო ეს ქალი? კონკურენციის, ჭვიანობის, შეჯიბრის ფორმით ან რეალური ქალის გავლენით ასე ვთქვათ ურთიერთობაში ან ესე ვთქვათ თქვენ შორის არსებული ძლიერი ენერგეტიკული დაპირისპირება შეიძლება იყოს, ვინ ვის დაემორჩილება, აი ბევრი რამის განხილვა შეიძლება მოხდეს აი ამ სამი ბარათის მიხედვით. გააჩნია ვისა სიტუაცია აქვს, ხვდებით? აი ნებისმიერ შემთხვევაში კვერთხებს დედოფალი ამ გაშლაში ამბობს, რომ ეს ამბავი დუმილით არ დამთავრდება, იმიტომ რომ ენერგია ჯერ კიდევ არის ცოცხალი და ვნება ინტერესი ბოლომდე არ ჩამქრალად შემოძვირფასებო. უბრალოდ ეს ყველაფერი ესე არ ამოდის. უბრალოდ თქვენ ხართ ძალიან ბევრი, მე ვარ ერთი და ყველა და ასე ვთქვათ მრავალ სიტუაციას მე აქ ვერ წავიკითხავ, აქედან გამომდინარე ვცდილობ აი მარტივად მოვარგო სათქმელი, ჩემი სათქმელი სიტყვა ისე თქვენ სიტუაციას, რომ აი ის მაინც მიგახვედროთ, რომ შესაძლებელია ამ ისტორიაში თქვენ თავი ნახოთ, ოღონდ აი ვერ გეტყვით კონკრეტულად რომელია თქვენი განხრა, ხვდებით? ანუ ბევრი სიტუაცია შეიძლება განიხილოს აი ამ ბარათებიდან გამომდინარე, თქვენ მითხარით რა გინდათ რომ განიხილო, ნებისმიერ სიტუაციას მოვარგებ და ერთი გეტყვით ყველაფერს, ხვდებით? ანუ ბარათების წაკითხვა მხოლოდ ერთ რამეს, ანუ ეს მხოლოდ ერთ რამეს არ ნიშნავს. ნებისმიერ სიტუაციაში შემიძლია წავიკითხო 600-ები საკუთარი, ასე ვთქვათ, ისტორიით, ხვდებით? რასაც ვიცახი. ნუ ამის შემდეგ უკვე მოდის აქ ფორტუნის ბორბალი და რაც ფაქტობრივად ესე იგი მოძრაობის გადატრიალებას ნიშნავს. ანუ სიტუაცია ერთ წერტილზე ვერ გაჩერდება, ანუ ბორბალი რას ამბობს, ხო რომ ეს პროცესი მიდის ასე ვთქვათ ციკლურად. დაბრუნება ისევ დისტანცია, ისევ დაბრუნება ვერ ისევ დისტანცია და სწორედ ეს არის პიროვნების გამოძახების კონტექსტში ყველაზე მნიშვნელოვანი მინიშნება და რა ენერგია რეაგირებს, მაგრამ შეიძლება რეაგირდეს ციკლურად, ხო და არა საბოლოო სტაბილურობით. ანუ ბორბალი ასევე მიგვითითებს, რომ რაღაც გარე პირობები, ასე ვთქვათ, ნუ ჭყალებში აღოთ ეს გარე პირობები, უნდა შეიცვალოს, ანუ რა, გარემო, დრო, სტატუსი, გადაწყვეტილება და ამის მერე კონტაქტი უფრო მარტივად იქნება შესაძლებელი შემოძვირფასებო და კარგებო. ანუ აქ დუმილი არ არის სტატიკური, ეს არის პროცესი. აი პროცესის მონაკვეთი უფრო სწორედ, რომელიც ბრუნდება და გარდაიქმნება. აი ეს 600-ები ბოლო ბარათი ხო საბოლოოდ აყალიბებს რა ტიპის ურთიერთობაზე აქ უკვე საუბარი. ეს არის წარსულის კავშირი, ნოსტალგია, ემოციური მიღმა, დაბრუნების ისტორია, ანუ ყოფილი ურთიერთობა, რომელიც დაბრუნებულია, დაბრუნდება ან უნდა დაბრუნდეს. ასევე შემოძვირფასებო შეიძლება იყოს პიროვნება, რომელსაც თქვენ დიდი ხანია იცავთ, ბავშვობიდან მომდინარე ნაცნობობა, ურთიერთობა და 600-ები ძალიან იშვიათად ამბობს სრული დასასრულის შესახებ. ხო ის ამბობს, რომ ადამიანს ახსოვხართ, რომ თქვენ გახსოვთ ის, რომ კავშირს ასე ვთქვათ აქვს სენტიმენტი და დაუმთავრებელი ემოციური კვანძი. ჩემთვის ეს ბარათი ყოველთვის კარმულია, იმიტომ რომ ენერგეტიკულად თქვენ ერთმანეთს გრძნობთ. აი ამ დონეზე როცა ენერგეტიკულად ადამიანები ერთმანეთს გრძნობენ, ისინი ერთმანეთს ვერ დაივიწყებენ, იმიტომ რომ ერთი რომ არის ცუდად, მეორე გრძნობს იმის ცუდად არის და ნუ აი ეს ერთმანეთის შეგრძნებები თქვენ ერთმანეთს ვერ ივიწყებთ, შემოძვირფასებო. და ამიტომ კითხვაზე პაუზა თუ დასასრული ამ გაშლაში ხო პასუხი უფრო მკაფიოდ იკითხება როგორც პაუზა, არა საბოლოო დასასრული. მაგრამ ეს პაუზა არ არის უბრალოდ აი შესვენების და დასვენების მდგომარეობა, ეს არის პაუზა, რომელიც გადატვირთულია ხუთიანი ხმლების დაძაბულობით და ორიანი პენტაკლების მერყეობით. ანუ დაბრუნება შესაძლებელია, კი ბატონო, მაგრამ დაბრუნების ხარისხი დამოკიდებულია იმაზე, დასრულდება თუ არა ეს ძალაუფლების თამაში და ორჭოფი თქვენს ურთიერთობაში, ხვდებით? ნუ ახლა ყველაზე მთავარი ხო აი პიროვნება, რომელსაც ჭყალებში ვიძახებთ, რომელსაც ვესაუბრებით, უნდა გავესაუბროთ გამოძახებაში, საუბარს გულისხმობ ტაროს მეშვეობით, რომელიც გადმოგცემს ასე ვთქვათ, თქვენთვის მესეჯს და არა რამე სხვას. მისი რეალური ფიქრები უნდა ვნახოთ და რატომ ზდუმს ისიც ვნახოთ, ხო? ახლა დავიწყეთ აი ზუსტად მისი აზრების კითხვა. ამ ასე ვთქვათ, გაშლაში მისი ფიქრები იკითხება ასე, ნუ მას აქვს სურვილი დაბრუნების 600-ებიდან გამომდინარე შემოძვირფასებო, მას ახსოვხართ ემოციურად, მაინც გამობმულია თქვენს პირდაპირ ვთქვათ, მობმულია რა. მაგრამ ამავე დროს ცდილობს შეინარჩუნოს კონტროლი და საკუთარი უპირატესობა. აქვე ხუთიანი ხმლები
ესე ვთქვათ, გვესაუბრება ამაზე, ხო? ამ უპირატესობის შენარჩუნებაზე. შემდეგ ახლა ორიანი პენტაკლები რო გამიხილოთ, ეს ორიანი პენტაკლები აჩვენებს მის შინაგან ფაზას. მინდა, მაგრამ ვერ ვწვეთ. ერთი ნაბიჯი წინ გადავდგი, ორი ნაბიჯით უკან წავალ. მოდი ვადროვებ, მაგრამ ბოლომდე არ ასე ვთქვათ, გავდგები. აი ესეთი მდგომარეობა. ან კვერთხების დედოფალი ნახეთ, აქ რაზეა საუბარი, კვერთხების დედოფალი, აქ მის თვალში თქვენ გაყენებთ ასე ვთქვათ ძლიერ პოზიციაში ხართ, ანუ აი კაცის შეხედული ამ ადამიანის შეხედულებით. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც მას იზიდავს, მაგრამ ასევე აშინებს იმით, რომ ვერ მართავს მარტივად, რადგან თქვენ გაქვთ ღირსება, ხიბლი და შინაგანი ძალა. ამიტომ ის ზოგჯერ ირჩევს დუმილს, როგორც უსაფრთხოებას და დუმილი მისთვის არის გზა, რომ არ ჩავარდეს და არ ასე ვთქვათ, ჩაებას იმ საუბარში, სადაც ან პასუხისმგებლობა დაეკისრება, ან საკუთარი ემოცია ასე ვთქვათ, გამოვა კონტროლს გარეთ, ხვდებით? აი ესე რომ ვთქვათ რა, კონტროლს გაცდება, ხვდებით? ანუ მისი ეგო დაზიანდება, უფრო აი ესეთ შეგვიძლია ვთქვათ. ფორტუნის ბორბალი უკვე ეს ბარათი გვისაუბრება და ამბობს, რომ ის არ გეგმავს აი ეს ვთქვათ ერთ-ერთილოვან გაქრობას, უფრო სწორად რა, ის ელოდება მომენტს, რომ გადატრიალდება რაღაც სიტუაცია, პირობები და დაბრუნდება უფრო მარტივად და გამოუვა ეს მარტივი დაბრუნება, ანუ განზრახვაში არის დაბრუნების სცენარი, მაგრამ არა ისეთი სწორი და პირდაპირ, როგორც თქვენ გინდა და რომელსაც თქვენ ელოდებით, ჩემო ძვირფასებო და კარგებო. ნუ ამ გაშლაში რატომ არ მოდის და რატომ არ ჩანს ეს კითხვა, რომ გიჩნდებათ ყველაზე პირდაპირ პასუხი არის ხუთიანი ხმლები, ძალიან ყვირის ეს ბარათი, აქ არის ან წენა, ან შიში ძალაუფლების თამაში, ან საკუთარ თავში მოგება წაგების რეჟიმი ჩართული და ორიანი პენტაკლები აქვე ამატებს, რომ ასევე არის პრაქტიკული ცხოვრებისეული არასტაბილურობა, პარალელური ფაქტორები, აი რის გამოც ვერ ირჩევს ერთ კაფიო გზას, ხოლო ცხრიანი პენტაკლები გაძლევთ ესე თქვა თავგზავნილს თქვენ, ხო? ნუ გახდებით ამ თამაშის მონაწილე საკუთარი ღირსების ხარჯზე, თუ დაბრუნდეს ქმედებით, თუ პასუხისმგებლობები არის ასაღები უნდა აიღოს და თუ რეალური ნაბიჯები გადმოსაგველი უნდა გადამოდგას ეს რეალური ნაბიჯები. რაც შეეხება რას აპირებს ამ კომბინაციებით რო ვისაუბროთ, ხო, იმ ბარათებით, ხო, ყველაზე რეალისტური სცენარი იქნება ასეთი. დაბრუნება შეიძლება მოხდეს აი ციკლურად, ფორტუნის ბორბალზე მაქვს საუბარი. წარსულის გახსენები და ნაზიტონით, აი ნაზიტონზე ვიცით ახლა 6 ასები გვესაუბრება, მაგრამ თუ ხუთიანი ხმლების ენერგია არ დაიშლება, ჩემოძვირფასებო, ეს დაბრუნება შეიძლება იყოს ტესტი, გამოჩენა იმის სანახავად, რა რეაქცია გაქვთ თქვენ. დაგტესტავთ, ასე თქვა კბილს მოგისინჯოთ, შემდეგ ისევ დაიხევს უკან, ამიტომ აქ მაყურებლისთვის თავარი გზავნილი რა არის ჩემოძვირფასებო, რომ თქვენთვის რა არის თავარი გზავნილი, ეს პაუზა, მაგრამ პაუზის შემდეგ დაბრუნება უნდა შეფასდეს არა სიტყვებით, არამედ სტაბილურობით, სტაბილური ნაბიჯები, სტაბილურობისკენ მიმავალი ნაბიჯები. რადგან ბარათები გაფრთხილებთ, აი ამ ადამიანში არის ტენდენცია, რომ კონტროლი და ეგოწი ესე ვთქვათ, დგება გულწრფელი დიალოგების წინ დგება, მოკლედ ხვდებით ამ პიროვნების თემაში. მოკლედ სულ ეს იყო, ჩემო კარგებო, მადლობა რომ ბოლომდე ჩემთან დარჩეთ, გისურვებთ სიყვარულში სიცხადეს, გულში სიმშვიდეს და ისეთ ურთიერთობას, სადაც თქვენ არ გიწევთ საკუთარი ღირებულების დამტკიცება, დუმილთან ბრძოლა, არამედ იღებთ პასუხებს ქმედებით, პატივისცემით და სიმართლით და სტაბილურობით. და კიდევ ერთხელ შეგახსენეთ, ფრთხილად იყავით ყალბ პროფილებთან. ლუნე ისისი არის ყალბი პროფილი, ახლა დახედეთ გვერდსაც ხართ შესული და რა აწერია? თუ აწერია ლუნე ისისი, თქვენ იმყოფებით ყალბ გვერდზე. შეგიძლიათ დახუროთ ეს ვიდეო და რეპორტოთ გვერდი და გამოხვიდეთ. გადმოხვიდეთ რეალურ ერთადერთ ოფიციალურ გვერდზე, ეს არის ისის მთვარე მუნბაი ისის და აი აქ უყურეთ ყველა იმ გაშლას, რომელსაც ეს თაღლითი დებს თავის პროფილზე, რომლებიც მე დიდი ხნის წინ ატვირთული მაქვს, ან ახალი ატვირთული მაქვს და მასზე წინ დავდე. ჩემთან დაკავშირება შესაძლებელია მხოლოდ ერთ ნომერზე, WhatsApp Viber-ის მეშვეობით. ეს ნომერი არის ქართული ნომერი, საქართველოში ფიქსირდება 5500050464. სხვა ნომერი მე არ მაქვს, სხვა TikTok აკაუნთი მე არ მაქვს. სხვა პროფილი უბრალოდ არ მაქვს, ბოდიში კალკებს არ გამოვიყენებ და მხოლოდ ნომერზე WhatsApp Viber-ზე მიკავშირებთ 5500050464-ზე ავტომატური SMS-ის ასე ვთქვათ გამოგზავნის რეჟიმი ჩართულია და როგორც კი მივიღებთ თქვენ შეტყობინებას, მალევე გიპასუხებთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და შეხვედრა შემდეგ გაშლებში ჩემო ძვირფასებო. დაგემშვიდობებით.